ეხლა მაგალითად წარმოიდგინე, რომ საბჭოთა თავშესაფარი არის და მაგალითად, გერმანული ან რაღაც დასავლეთ ევროპაში აშენებული თავშესაფარი, ხო? რეალურად სხვაობა ერთი შეხედულებით არაფერი არ აქვს, მაგრამ ძალიან ელემენტარულ რაღაც ნაწილში ქონდათ სხვაობა კომფორტის კუთხით ადამიანებზე გათვლილი, ხო? მაგალითად, ავიღოთ საბჭოთა თავშესაფრის ჩასასვლელი, ხო? არის რაღაცა უხეში კიბე, სადაც დასულ ადამიანსაც ხანდახან უჭირს ჩასვლა და რაღაც მოხუცზე და შეშმო პირზე ხო ზედმეტი არის საუბარი, რკინის მოაჯირიც არ არის, რომ ხელი მოკიდო ჩახვიდე, ხო? გერმანიაში მაგალითად უფრო ისეთი გრძელი და ისეთი პატარა კიბეები იყო გაკეთებული, რომ იქ ვიღაც ბებო რო ჩავა, უფრო გაუმარტივდება მან ჩასვლა, პატარა ის იყო ურიკისთვის გაკეთებული მაგალითად ბეტონები და მაგალითად თუ ბავშვიანი ვინმე არიან ეტლიანი, ჩვეულებრივად იყენებდა მაგ პანდოს. ელემენტარულად მახსოვს კიდე სხვაობა იყო, რომ კედლებზე ქონდათ ფოსფორის ზოლები გაკეთებული ჭერზე იატაკზე ყველგან, უცებ რომ იმ თავშესაფარს შუქი წავიდეს. რამდენიმე წუთი ის კედლები ანათებენ და მან დრო მოძრაობ, შეგიძლია რაღაც მიხვიდე დიზელსაგენერატორომდე და ის გენერატორი დაქოქო რა, ფანარიც შეიძლება არ დაგჭირდეს იმ მომენტში, ისე ქონდათ მოწყობილი. საწოლები ადამიანები სადაც წვანან, საბჭოთა ნარატივი იყო მგონი 50 სანტიმეტრის სიგანე და სიგრძე იყო 1.80 მ. თუ რაღაც იმ გაბარიტებზე უფრო დიდი ადამიანი იყავი, უკვე გიჭირდა იქ სკამის მიდმა მოდმა გჭირდებოდა, იქ დასავლეთში ცოტა დიდები იყო, ხანდახან 1 მეტრამდე სიგანეშიც იყო ის საწოლი გაკეთებული. დანარჩენიც თუნდაც ავიღოთ ფილტრაციის სისტემა, ხო? საბჭოთა ბუნკერებში იყო ესე იგი ელექტროძრავი, რომელიც ატრიალებდა ამ ტურბინას, რომელსაც შემოქონდა ჰაერი და თქვათ გაითიშა ელექტროენერგია, უნდა მოსულიყო ადამიანი და ის სახელური ეტრიალებინა და ისე იყო განთავსებული, რომ რაღაც დახრილი უნდა იდგე და რაღაც 2-3 წუთში ზურგი რო გტკივა უკვე. გერმანიაში ესე იგი მაგ ნანახი სურათი რო დგას ველოსიპედი. ანუ ადამიანი ჯდება, ატრიალებს იმ ველოსიპედს, იმ ჰაერს სტუმბავს და დისკომფორტს არ განიცდის და ვითომ ესეთი წვრილმანი არის რაღაც, ხო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების კომფორტისთვის იქ თავშესაფარში. ხა წარმოიდგინე, რაღაც დაბომბვა მიდის, ადამიანები დასტრესილები არიან, რაღაც დახურულ სივრცეში არიან და კიდე ემდნენ დისკომფორტს რო უქმნი, რეალურად, შეიძლება და მაგის გათვალისწინებაც.